მაია მელიქიძე, გრედას აღმასრულებელი დირექტორი გვერდდება ეთერში და მასთან ერთად განვიხილავთ ამ თემას. მოგესალმებით პირველ რიგში. მშვიდობისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მსმენელებს. მადლობა თქვენი დროისთვის, აი ჩვენ ვისაუბრეთ იმ სტატისტიკაზე, რაც არის ინვესტიციებში, მთლიანად და ზოგადად შემცირებულია ნაკადები, თუმცა აი ამ სექტორებს შორის მაინც ენერგეტიკა არის მოწინავე. თუმცა რამდენად არის აი ამ ასე ვთქვათ ნუსხაში ახალი ინვესტიციები, ახალი ინვესტორები, ანუ რის ხარჯზე არის ასე ვთქვათ ენერგეტიკაში ინვესტიციები 70 მილიონი, რაც დააფიქსირა საქსტატმა. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის და მოწვევისთვის. რეალურად დღეს გვაქვს შემდეგი მოცემულობა. პირველი ეს გახლავთ ის, რომ ინვესტიციები მოდის ძირითადად უფრო ქსელურ კომპანიებზე. ქსელური კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციებს გადამცემ ხაზებში იმისათვის, რომ უწყვეტი საიმედო მიწოდება მოხდეს ელექტროენერგიის. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს გავუსვით თქვენს ხაზი, რომ მოწინავე გახლავთ ენერგეტიკა იმ ინვესტიციებს შორის, რომელის შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა საქსტატის მიერ. აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ და ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ჩვენის მოცემულობა და რეალობა, რომ ჩვენს ქვეყანას, ყველა ქვეყანას ხომ თავისი ბუნებრივი რესურსი აქვს, რითაც ახდენს ეკონომიკის სტიმულირებას და ბუნებრივია დოვლათის შექმნას. ჩვენი ქვეყნისთვის სწორედაც ენერგეტიკა გახლავთ უკონკურენტო, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, უკონკურენტო ეკონომიკური დოვლათის შექმნისთვის. ამას რამდენიმე ფაქტორი მოწმობს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ენერგომატარებლებზე სერიოზულად აიწია ფასმა. ამას დაემატა ის, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ავტომატურად ნიშნავს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდას. ჩვენს ქვეყანაში წლიდან წლამდე დაახლოებით 3-დან 5%-მდე იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. შესაბამისად, უნდა იყოს ადეკვატური მიწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სხვა გამოსავალი არ რჩება გარდა ორი მოვლენისა, ერთი შემოვიტანოთ თავად პროდუქტი ელექტროენერგია რუსეთიდან ან აზერბაიჯანიდან და მეორე გზა აზერბაიჯანიდან შემოვიტანოთ გაზი და თბოელექტროსადგურების საშუალებით ვაწარმოოთ ელექტროენერგია. თუ ჩვენ არ განვავითარებთ ჩვენს ჰიდროენერგეტიკას, ვინაიდან მზე და ქარი ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს ჰიდროს, ის შეისაძლოა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე, განსაკუთრებით ქარი იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს ჩვენ პიკური პერიოდი, ზამთრის პერიოდი, განსაკუთრებით ამ დროს ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ, თქვათ, ენერგოსისტემას და მოვახდინოთ ქარის ელექტროსადგურების მაქსიმალურად ჩართვა და ამუშავება. ამიტომ აი ამ მოცემულობაში, ამ რეალობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჰიდროენერგეტიკის განვითარება, ქარის განვითარება და მზის განვითარება. ამას ემატება ის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც იგივე მდგომარეობა გულისხმობ მოთხოვნის ზრდას ელექტროენერგიაზე და ყველა ძალიან კარგად ვიცით ის, რომ როდესაც პროდუქტი არის დეფიციტური, მასზე ფასი იზრდება. და ჩვენს მოცემულობაში გახლავთ შემდეგი სტატისტიკა, რომ ჩვენი რესურსების დაახლოებით 25% გვაქვს ათვისებული. მისი სრულად ათვისების შემთხვევაში ქვეყანა ნამდვილად გახდება არა მხოლოდ ენერგოდამოუკიდებელი, არამედ მას ექნება მატერიალური დოვლათი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს სხვადასხვა დარგების განვითარება. აი, ქალბატონო მაია, დიახ, შესავალში სწორედ ამ ნაწილზე ვსაუბრობდი მეც, რომ ზუსტად ამ პოტენციალის ათვისებისთვის ბუნებრივია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციებიც, უცხოელი ინვესტორებიც. მე ვნახე თქვენი კომენტარი, სადაც აღნიშნავდით ასევე, რომ ევროპელი ინვესტორების მხრიდანაც დაინტერესება არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ მე მაინტერესებს თქვენ ზუსტ ამ სექტორში ხართ ძალიან დიდი ხანია და საინტერესო იქნებოდა იმის თქმაც ზოგადად ინვესტიციის მოსიძვის თვალსაზრისით ენერგეტიკის სექტორში. დამატებით რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება? გასაგებია გამარტივებული ბიზნეს რეგისტრაცია პირობითად, რაც გვაქვს, ან მაგალითად ნაკლები გადასახადები, მაგრამ კვლავ რჩება თუ არა ბიუროკრატია გამოწვევად, თუ არის იგივე შესაბამის უწყებებში ადამიანების კვალიფიკაცია გამოწვევა. რეალურად რისი გამოსწორება შეგვიძლია იმისათვის, რათა ეს პროცესი ნამდვილად სწრაფად დაიძრას, იმიტომ რომ თქვენ რო აღნიშნეთ 25%, კი ეს 25 ძალიან ცოტაა და იმისათვის რომ ბევრი ავითვისოთ, სწრაფი ტემპით უნდა წავიდეს და საინტერესოა მოზიდვის თვალსაზრისით ინვესტიციების დამატებით რა ქმედებების განხორციელება შეიძლება.
ძალიან კარგი კითხვა, რამდენადაც გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს, ნოდარ მოცემულობა გვაქვს ისეთი, რომ ევროპელი ინვესტორები გააქტიურდნენ და ამას თავისი მიზეზი აქვს, მანამდე სანამ მე თქვენ კითხვას გავცემ პასუხს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და არაერთ გზის მიმდინარეობს მუშაობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან მიმართებაში და შესაბამისად კარგად ხედავენ ევროპელი ინვესტორებიც, რომ მათ ქვეყნებში პროდუქტზე ფასი იზრდება. და ამიტომ საქართველოს აქვს რა ამხელა პოტენციალი, ბუნებრივია ფიქრობენ იმაზე, რომ ინვესტიცია ჩადონ ამ ქვეყანაში და შემდეგ ნაწარმოები პროდუქტი, რომელიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საშუალებით ექსპორტზე გავა, წავა სწორედაც ევროპაში, რუმინეთში, უნგრეთში და ასე შემდეგ, გადაედინება უკვე ევროპის სხვა ქვეყნებში. ხო, რომ დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ბიუროკრატია კვლავ რჩება კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად, იმიტომ რომ უამრავი დოკუმენტის წარდგენა უწევთ ინვესტორებს და ძალიან მოკლე პერიოდი ჭირდებათ მათ იმისათვის, რომ მოახდინონ თავიანთი გეგმების რეალიზაცია და ამის პარალელურად წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით წელიწადნახევარი იწელება ხოლმე ეს დრო. ამიტომ კრიტიკულად გადამწყვეტია ერთი ფანჯრის პრინციპის შემოღება. ამასთანავე არა, ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური, კომპეტენტური კადრი შესაბამის უწყებებში, იმიტომ რომ განვიცდით დეფიციტს ამ მიმართულებით. კადრები არის რა, ანუ ადამიანური რესურსი არის რა მწირი, იმის საქმის გაკეთებას თუ ჭირდება 3 თვე, რეალურად დაახლოებით 6-9 თვე ხდება ხოლმე ამ პროცესების გაწევა. რაც ინვესტორისთვის თითოეული საათი, თითოეული დღე, თითოეული კვირა არის დამატებითი ხარჯი და შემდეგ უკვე ინვესტორებს ინტერესი უქრებათ ხოლმე, რომ განახორციელონ ინვესტიცია ამ ქვეყანაში. ჩვენ სტატისტიკას რა თქმა უნდა უყურებთ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეროვნული ინვესტიციები და ახალგაზრდით მინდა აღნიშნო, რომ ქართველებს შორის არის ძალიან ბევრი ადამიანი, ბიზნესმენი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ამ ქვეყანაში ჩადოს თანხა, მოახდინოს თავისი ბიზნესის დივერსიფიკაცია და ბუნებრივია ენერგეტიკის სექტორი არის და მათთვის საინტერესო, მაგრამ ის ფაქტორები, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, სერიოზულ ხელშემშლელ ფაქტორებად გვევლინება. ამასთანავე ნოდარ მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული bankability, ანუ ფინანსებზე წვდომა. ჩვენ არაერთ გზის ჰქონდა შეხვედრა როგორც აზიის განვითარების ბანკთან, ასევე IFC-სთან და საქართველოში ოპერირებად ქართულ კომერციულ ბანკებთანაც, მათ შორის საქართველოს ბანკთან, TBC ბანკთან, Liberty ბანკთან, ProCredit ბანკთან, მათი მხრიდან არის მზაობა, ბუნებრივია რომ მოახდინონ ცესხების გაცემა ამ მიმართულებით, მაგრამ მათ სჭირდებათ მეტი გარანტია იმისათვის, რომ ბიზნესმენი შეძლებს ამა თუ იმ გენერაციის ობიექტის აშენებას, იმისათვის, რომ შემდეგ აღებული სესხი დააბრუნოს შესაბამისი პროცესი. და აქედან ისევ მივდივართ ბიუროკრატიის გამარტივებისკენ, რომ ეს დამატებითი გარანტია იქნებოდა მათ შორის ბანკისთვისაც. ნუ ძალიან მაგარი იქნებოდა ალბათ ქალბატონო მაიარო საფონდო ბაზარი იყოს განვითარებული, იქ საერთოდ ისე დაიქოქებოდა ამბავი, მე მგონი ისეთ სწრაფით წავიდოდი, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით საფონდო ბაზარი, კაპიტალის ბაზარი ჩვენთან ფორმირებული არ არის. კი ბატონო, და აი ჩვენ ვისაუბრეთ თქვათ ენერგეტიკაზე და ერთგვარად დააყოფაც რომ გავაკეთოთ, დღეს ძირითადი ინტერესი მაინც ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით არის თუ აი განახლებადი ენერგიების მიმართულებით მზე იქნება ქარი, აქაც ხედავთ მზარდ მოთხოვნას, ასე ვთქვა და ინტერესს უფრო სწორად. დიახ, ნამდვილად გეთანხმებით ამაში, უბრალოდ მოდით ახლა სტატისტიკას შევხედოთ რა მოხდა. მეორე CFD აუქციონის შედეგად გამოვლინდა ტარიფები, მედიანური ტარიფების დათვლა მოხდა ქარზე, მზეზე და ჰიდროზე. ჰიდროს ტარიფი არ აღმოჩნდა მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ბიზნესმენებისთვის. ვინაიდან მათ ჰქონდათ გათვლა შემდეგი, რომ ჩადებული თანხა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში უნდა ამოეღოთ. აქ არის საუბარი, აქ მსხვილ ჰესებზე არ არის მეგობრებო საუბარი, აქ არის საუბარი 2 მეგავატი 5, 10, 15. ამ ტარიფმა არ მისცა ამისი შესაძლებლობა ბიზნესმენებს და დრო, რომელიც დაახლოებით მათი გათვლით უნდა ყოფილიყო 10 წელი, გაიზარდა 13-15 წლამდე. ამიტომ მათ შეცვალეს თავიანთი სტრატეგია და მეტი ყურადღება გადაიტანეს მზის მიმართულებით. შესაბამისად, მზის ტარიფი გაცილებით უფრო მომხიბვლელი აღმოჩნდა ინვესტორებისთვის. ამიტომ მზეს ჩვენ ველოდებით, გულისხმობ სექტორში მყოფი ადამიანები, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში გვექნება მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ეგრეთ წოდებული ბუმი, მოდით დავარქვათ, თუ ასე შეგვიძლია რომ ვუწოდოთ მთელს ამ პროცესს. მაგრამ
ამის პარალელურად არ უნდა დავივიწყოთ ქარი და ძალიან სასიხარულო ამბავი გახლავთ ის, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი ქარის ელექტროსადგური გვაქვს, რომელიც 20.7, რომლის დადგმული სიმძლავრეც გახლავთ 20.7 მეგავატი, თუმცა უახლოეს მომავალში უკვე საუბარი არის 206 მეგავატიან ქარის ელექტროსადგურზე, ანუ ქარის წისქვილზე და ამასთანავე 50 მეგავატიან ქარის ელექტროსადგურზე, რომელიც ძალიან დაგვეხმარება ზამთრის პერიოდში იმისათვის, რომ ვაგენერიროთ ელექტროენერგია და სულ მინიმუმ თვითკმარი ქვეყანა გავხდეთ. კი ბატონო და ბოლოს აუცილებლად შესაძლებლობას გამოვიყენებთ ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით ეს თემა, რომელიც მუდმივად ტრიალებს მედიაში. 1 ივლისი არის ის თარიღი, როდესაც უკვე უნდა ამუშავდეს კიდევ ერთი ეტაპი დაიწყოს, ვთქვათ, ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირების, თუმცა როგორც ვიცით, ჯერჯერობით გაურკვეველია, ხომ ნამდვილად იქნება თუ არა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე სრულყოფილი ვაჭრობა. ბოლო ინფორმაცია რა გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობამ და მათი პრეროგატივა, თუმცა ჩვენ კერძო სექტორი ამ პროცესს ვუყურებთ შემდეგნაირად. გამომდინარე იქედან, რომ ის ყველა გამოწვევა, რომელიც თან ახლდა ენერგეტიკული ბირჟის გახსნას, თავისი რაოდენობით და შინაარსობრივით არ არის შეცვლილი, არ არის გადაწყვეტილი, ასე ვიტყოდი, უკეთესი იქნება თუ ვთქვათ ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შეჩერება მოხდება ამ კონკრეტულ სიტუაციაში. ამასთანავე ძალიან ბევრი არის რისკი იგივე ფასთან მიმართებაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბირჟა სწორედაც არის მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე იძლევა შესაძლებლობას ფასის დადგენისა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ საკმაოდ იზრდება ფასი მსოფლიოში ენერგომატარებლებზე, აქაც არის ამისი ალბათობა. ამას ემატება ის, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ვითხოვდით იმ პრობლემის გადაწყვეტას, რაც არის უბალანსობაზე პასუხისმგებელ პირთა გამოკვეთა და ამ ნაწილში დახმარება იმისათვის, რომ კერძო კომპანიებს არ გაეზარდოთ ხარჯი და ჯარიმებმა არ გამოიწვიოს ის, რომ ენერგოკომპანიებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ ფინანსების თვალსაზრისით და მეორე პროგნოზების გაკეთება. ვინაიდან პროგნოზირებას ახდენენ ბუნებრივია მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული ინფორმაციით, რომელიც სამწუხაროდ ვერ ფარავს იმ მოთხოვნას, რომელიც აქვს კერძო სექტორს, რათა გააკეთონ ზუსტი პროგნოზირება. ამისათვის ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაც განვიხილეთ ჩვენ, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით არ აქვს პროგრესი და შესაბამისად ბუნებრივია ამ ეტაპისთვის უკეთესია რომ გარკვეული პერიოდით შეჩერდეს ბირჟის გახსნა. უკეთესი იქნებოდა 2023 წლის 1 ივლისს, როდესაც მზაობა გაცილებით უფრო მაღალი იყო და ფასებიც სტაბილური იყო შესაბამისად. კი ბატონო. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მაია მელიქიძე, გრედას აღმასრულებელი დირექტორი საუბრობდა ჩვენს ეთერში და